პირველ კლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა 1 სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ. ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს, კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად მითითებულ მისამართზე, გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს პოსტა უზრუნველყოფს. სასკოლო ფორმების პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ ასევე ინფორმაციას სასკოლო ფორმების, მოდელების ღირებულებისა და ზომების შესახებ. ასევე ნახავენ საბანკო შეთავაზებებსა და რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებს. სასკოლო ფორმების პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებასა და მართვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს. ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველა შეიძლება რომ მივიდეს, შეიძინოს ინფორმაცია ამ სარეალიზაციო პუნქტების შესახებ მომავალი კვირიდან უკვე საზოგადოებისთვის საჯარო გახდება, იმისთვის რომ ისინი მოემზადონ და 1 სექტემბრიდან უკვე იცოდნენ სად უნდა მოხდეს ფორმების ფიზიკურად შეძენა. ამავდროულად მომავალი კვირიდან უკვე ჩაეშვება ონლაინ პლატფორმა იჯაკების გოგონასი იქნება თუ ბიჭის არ აქვს მნიშვნელობა საცალო ფასი არის 45 ლარი, ხოლო შარვლის ბიჭის თუ გოგოსი ასევე ქვედაკაბის სარეალიზაციო ფასი თვითოღლის არის 25 ლარი. ჩვენ ვხედავთ რომ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი მიზანმიმართული ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმისთვის რომ საზოგადოება მაქსიმალურად შეიყვანონ შეცდომაში. თითქოს და სამინისტრო აპირებს ამ ფორმების მაღალ ფასში რეალიზებას, რაც სრული აბსურდი და ტყუილია. მნიშვნელოვანია რომ ამ ფორმების ხარისხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო აღიარებული შვეიცარიული კომპანიის დასკვნა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ფორმა ჯანმრთელობისთვის უვნებელია და შესაბამისად ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი სპეკულაციური, ასე ვთქვათ, მოწოდება იმის შესახებ, რომ თითქოს და ეს ვნებს ახალგაზრდებს, ბავშვებს, ეს არის სრული სიცრუე და ეს არის მიზანმიმართული კამპანიის და მშობლების შეცდომაში შეყვანის კონკრეტული მცდელობა. ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომპლექს ჟპს აისინგი დააპროექტებს. დოკუმენტაციის მომზადებაზე შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიასთან უკვე გააფორმა. პროექტირების მიზნით გამოცხადებულ ტენდერს 6 პრეტენდენტი ყავდა. როგორც ატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გამარჯვებული კონცეფციის ავტორი კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდის სამუშაოების განხორციელებას 4.773.214 ლარად სთავაზობს, რაც გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება იყო. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით აისინგი რეგისტრირებულია 2025 წელს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მომზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაცია. კომპლექსში გათვალისწინებული იქნება მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის განკუთვნილი დარბაზები და სატრენაჟერო სივრცე, ფეხბურთისა და რაგბის სავარჯიშო მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს პარკინგის, ბილიკების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობას. სპორტულ კომპლექსში დაგეგმილია ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, სხვადასხვა ორთაბრძოლის ფარიკაობისა და ძალოსნობის განკუთვნილი სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. სპორტული ინფრასტრუქტურის პარალელურად მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი მიმართულების განვითარებაც. მოეწყობა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულებების, უცხო ენების შესწავლისა და STEM კლუბებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ასევე მედიათეკა და სხვა საგანმანათლებლო შემოქმედებითი ზონები. ზესტაფონისთვის მომზადებული პროექტი ტიპიური იქნება და შემდგომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონკრეტულ ლოკაციებზე, მორგების საფუძველზე მრავალფუნქციური კომპლექსების მოსაწყობად იქნება გამოყენებული. ხელშეკრულება ძირითადი პროექტის გარდა დამატებით 5 ლოკაციაზე მის ადაპტირებასაც ითვალისწინებს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში თანამედროვე სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სპორტული და ახალგაზრდული აქტივობებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციაში.
24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის ამ დღეს 17 საათსა და 50 წუთზე პარლამენტმა 159 ხმით 8 წინააღმდეგ საქართველოს უზენაესი კანონი მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ ახალი დოკუმენტის მიღება გადაწყდა. საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი გამოაცხადა. კონსტიტუციის მიღებით შეიცვალა ქართული სახელმწიფო, მისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობა და ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მტკიცე დემოკრატიული არჩევანი კონსტიტუციის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ. კონსტიტუციის დაცვა მუდმივი პროცესია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო მისი სიმტკიცის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. დაევიღოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები. ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რევაზ ნადარაიას წერილში, რომელიც მას სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ახალი ბრალი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. ამირან გულუაშვილის განცხადებით საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, განსაკუთრებით კი დიდი ოდენობით თანხის აღებას. 2022 წლის ბოლოდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნით და არამართზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით მისი ნათესავი ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე მისთვის ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიების განმარტებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდი ფულის სახით მისთვის გადაცემა. მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისაგან, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი, შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზეც, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებლოს. მიიღო სული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვის გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში. ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა სამინისტროს მიერ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შესაძენი საქონლის და მომსახურების ღირებულება. ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალ დარღვევა გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით გამოვლენილი სამართალ დარღვევებიდან 10 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 4 მონადირეს გარემოდან გადაფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი. 10 შემთხვევაში კი სამართალ დარღვევები აკრძალულ ადგილას ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 19 უკანონო საშუალება ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა, ეგრეთ წოდებული მანოკი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადასულია განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე, რაც მოიაზრებს იმას, რომ ჩვენი პატრულების ეკიპაჟები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ცხელ ლოკაციაზე პატრულებენ 24 საათის განმავლობაში და იყენებენ კონტროლის სხვადასხვა ტიპის მეთოდიკას. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სეზონის გახსნიდან 24 საათის ჭრილში უკვე გამოავლინა 73 სამართა დარღვევა და მათ შორის ჩვენი მხრიდან უკვე ამოღებულია 45 ეგრეთ წოდებული მანოკი,